გილოცავთ მარიამობას ბრავალს დაესწარით და წმინდა მარიამის მადლი გადაფენოდეს ყველას. გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ახართ? მადლობა ყველას დედაჩემის შეფასებისთვის, მოიწონეთ ვიზუალურადაც, ჯანმრთელობა ვსურვეთ, კარგი დედა ყავსო თქვით, ყველაფრისთვის დიდი მადლობა მეგობრებო. მე ვარ აი ასეთ ფორმაში, იმიტომ რომ დაბანა მინდა თავის, მაგრამ საღამოს ისე ცივა და თანაც რაღაც ნათარიკოს ვერ დატევერთ იწუთით მარტო, აბანოში არ შეგიშვებს და დღეს როგორმე შევალ. ნახეთ, ეხლა როგორი იქ მეზობლისა აზევით ჩამოსაკაფია. ისე სილამაზე და გამწვანება კი არის. ეს აქ გარეთ ჭიშკარში გამოვედი ეხლა. აი, გამოვედი ჭიშკარში. ეს არის ეზო, მოსასვლელი. ეზო კი არა, გზა. ბოდიშით გზა. მოსასვლელი. ასე ჩვენი კედელია ბოლოში გასვლამდე. იმის იქით, აი, სადაც ჩვენი კედელი მთავრდება, იმის იქით უკვე სამეზობლო ღობეა. მამაჩემს ქონდა ყველანაირი ხეხილი დარგული. ყველანაირი აბსოლუტურად. ეხლა ამ ვაშსასხია ძალიან ცოტა, მაგრამ ეს ვაშლი ცვივდება. ძირს უფრო მეტი ყრია. ეს იყო თაფლამსხალი, ძალიან მიყვარდა. ამის მე მგონი ამან უკვე მოიშორა ნაყოფი, თუ არ ვცდები. პატარა სისხამდა, მაგრამ ძალიან გემრიელ მსხალს ისხამდა, სულ ფუტკარი და ბუზი ესეოდა, ბუზი კი არა, ფუტკარი და ბზიკები ესეოდა სიტკბოს გამო. ძალიან კარგი იყო და უკვე დაბერებული ხეა ეს დიდი ხნის. ეხლა აქ თხილებმა დაიკავა სულ ყველაფერი. აქ ქვემოთ სულ მამაჩემს ხეხილი და ბლები ქონდა. მამაჩემს არ არსებობდა, რომ არ ყოფილიყო ხე არ ქონოდა. ჯიში არ გამოეყვანა. მერე შებერდა ზოგი მოჭრეს, იმიტომ რომ ზამთარმა გააფუჭა და ანუ იმდენი აღარ არის და ეხლა ახალს თუ არ დარგავ, ის ძველდება და ტყდება. აქ სულ ზემოთაც თხილები იყო. თხილები და სამეზობლო ღობეა ისიც ზემოდან. მაგ თხილებზე სულ მევიჯექი რომ მოვიდოდა. კრეფდი და ვჭამდი, მიყვარდა ის ნედლი თხილი. ეხლა თხილი აქაც ასაკრეფია. ნახეთ როგორა ასაკრეფია, მაგრამ ძალიან როგორ გითხრათ, არ შეუწამლიათ ვის აქ მაგისი დრო რომ შეწამლონ და არ ვარგა, გაფუჭებულია. და ეხლა მაგ თხილს რაც არ უნდა, რამდენი უნდა მოკრიფო. ძალიან ბევრი არ არის. და რომ აკრიფო ეს თხილი. სულ შეიძლება ვერ გააკეთოს 200 ლარი. არა, მაინც უნდა მოკრიფო, მაინც უნდა მიხედო, მაინც უნდა მოაწესრიგო, მაგრამ მერე დარჩება წელს ასე, თავნახევრად მოკრეფილია და დარჩება, იმიტომ რომ არ ვარგოდა და არ ღირდა აკრეფაც. მერე შემოდგომაზე თუ არ ვიცი ამის გასხლის პერიოდი როცა არის, ჩემი ძმას არცალია მიცემს, აქ არის მეზობელი მისცემს ფულს და იმას გაასხლევიებს და მოიყვანს ფორმაში. არცალია ჩემ მეზობელს, რომ ისა მეზობელს რა იყო. ჩემ ძმას არცალია მთელი დღე მუშაობს, იმას ერთი კვირა დღე თუ გამონახა თუ ისიც და იქედან აქ ძალიან ძნელია
რასაც ხედავთ გაკეთებულს, გაახლებულს, ეს ჩამოსხმულს, განათებებს, რასაც ხედავთ, ახალს რასაც ხედავთ, ყველაფერი ფანჩატურია თუ იქით ახლა ჭიშკრის ზაკაზი მიცავ, რასაც ხედავთ ახალს და თუ გინდა ავეჯი და თუ გინდა რამე, ჩემი ძმის და რძლის შენაძენი და გაკეთებულია. დანარჩენი ძირძველია სახლის, გარაჟიც, ამ გარაჟზეც წვლილი აქვს ჩემ ძმასაც და ხო, სახლი, ეს სახურავიც ჩემ ძმამ გამოცვალა. სახურავია გაკეთებული. ჩემ ძმამ გამოცვალა ძალიან აქ გაკეთებული. უბრალოდ ვერ იცლის იმისთვის, რომ ამოვიდეს და ყველაფერს მიხედოს. და ასე ფულს მიცემს და ეზოკარს თუ რაღაცას შეხედავს. ხო, ამ გარაჟზე წვლილია მეთქი, რომ გითხარით ეს გარაჟი, მაშინ ჩემი უფროსი ძმა აქ იყო და მანქანა იყიდა. იყიდეს და მაშინ მოინდომა ჩემმა მამამ მაშენება და მე და ჩემი ძმა ვეხმარებოდით. პატარა ძმა. რასტურიც ჩემი ხელით მაქვს ნაზიდი, იქით ეხლა ფანჩატური რომ გაჩვენეთ, იქით. იქით იმ ფანჩატურის იქით იდგა კიდევ ბოსელი. და იქ იყო იქ ყავდა საქონელი. და იმის თავიც ისე იყო, ანუ ბოსლის თავი იყო ისე დასხმული და იქაც სულ მე და ჩემ ძმას გვაქვს აშენებული. ეხლა დაანგრიეს. ჩემი ხელით მაქვს რასტორი აზიდული. ფეხზე ჩაიცვი ბებო. კაი. ეხლა დაანგრიეს. იმიტომ რომ იქ კოტეჯების ჩადგმა უნდა ჩემ ძმას. რა გვდგავარ, ვლაპარაკობ ბებო. ხო, სეირნო. ორიკანა. ხო. დედა ჩემს ცოტა წნება ქონდა დაბალი და წამოწოლილია და აღარ გაჩვენებთ. ისე უბრალოდ დილის მით მოვედი. დილის განწყობით. ეხლა მეგობრებო, მეზობელს ველოდები, მინდა ვაპირებ მამაჩემის სასაფლაოზე მისვლას. იქ მამაჩემი არა მარტო ბევრია სასაფლაო. მარტო ვერ მივდივარ, იმიტომ რომ მეშინია იქ რას გვავა? მეშინია, იმიტომ რომ ეხლა ყოველ დღე იქ არავინ არ დადის, ხო? და რამე არ იყოს, ანუ ქვეწარმავლები რომ არ იყვნენ, მეშინია მაგიტომ და მარტო ვერ ბედავ მისლას. მითხრა დამპირდა მეზობელმა მიყვები დილასო და მივირბენ უცებ. იქ სასაფლაო არის ბებია ჩემის, ბაბუა ჩემის, ბიძა ჩემის, ძმის შვილების, მამის. ხო და იქ მე ხომ თქვი, რომ მუსლიმანური ოჯახი არის მიყვება ამ ტრადიციებს და ეხლა ისეთი ძალიან ისეთი იმით არა რომ როგორ გითხრათ, მიყვება ტრადიციებს მიხვდებით და იქაც მუსლიმანური წესებით არის დასაფლავებული, მაგრამ ძალიან ბევრი წესებია მუსლიმანობაში და ყველაფერს ვერ გააკეთებ, ამას ვამბობ. და ამიტომ სასაფლაოებიც გაკეთებულია, მაგრამ რომ იყვე ტრადიციას, ისეც არ უნდა იყოს. ძალიან იქით ტრადიციებს რომ იყვე, ისეც არ უნდა იყოს, მაგრამ ყველაფერს ვერ გააკეთებ ნამდვილად და რა ვიცი აბა. წმენა მთავარია გულით, სულით წამდეს, გჯეროდეს ღმერთის, ყველაფერს სულით და გულით სცემდე პატივს, მაგრამ ყველაფერს ვერ გააკეთებ და ამიტომ ვლაპარაკობ. ეხლა იქ ბიძა ჩემის პატარა სურათია, რადრონდელი სურათია. მამა ჩემის სასაფლაო, ნუ თუ მივედი, თუ კი არა მინდა აუცილებლად. მაგრამ იქ დიდხანს რამეს ვერ გადავიღე. უცბად შემოვავლებ თვალს ტელეფონს და წამოვალ, იმიტომ რომ მე გავჩერდები, მაგრამ თქვენ ახლა დიდხანს იქ სასაფლაოები გაჩვენოთ, მე მგონი არ ღირს.
და პატარა რამეს გადავიღებ იქაც და ეგ იქნება. აი სარეცხიც გაირეცხა, სიგნალს მაძლევს, გავფინო. დღეს ეს ჩამოვხეხო, ჩამოვწმინდო. მე მგონი ხვალე წავალ. ნუ ასე ვაპირებდა. კიდე და ჩემს უნდა რომ კიდე ვიყო, რა თქმა უნდა, მაგრამ არა, ბევრ ხანს ვერ დავრჩები, იმიტომ რომ ეხლა ორი კაცის სახლში იმასაც ხომ უნდა მიხედო. ნელა ბებია, ნელა ბებია. იო, ჩაიცვი შენით? ყოჩაღბე, მოგვესალმე? მოიცა, ახალად მოგვესალმე, ვერ დაგინახე. ყოჩაღბე. ჩემი ჭკვიანი ხარშე. თმა დილით ძლივს დავარცხნი, არ დამავარცხნია და ისე დადის თავი. გაბურძღნული. ხო, მაგი გავრეცხე და იყოს გაშრეს ბებო. საქანდარი. გაშრეს აქანდაზიც კი. გაშრეს, არა იყო. აქანდაზი იყო. ბებია, მაგი ეზოს ცოცხი არ არის, სახლისა არის. გაშრეს და მერე სახლში შევიტანოთ. ეზოსთვის აგერ არის, ნახე, აგე. მაგია. ხო. თუ გინდა. თან ეს მარტო აქ არ დარჩება ბებიასთან და აგიც მინდა წავიყვანო სასაფლაოზე. არ არის ბინძური, ეზოსთვის არის ბებო და აქ დავხვეტოთ მე. მაგია. დახვეტილი აქ ნენიკაბებოს. ხო, ნენიკაბებოს. მეგობრებო, ნენიკას ბინძური. გავრეცხე ბებია. აგერა ბინძური. უცელისოა. ხო, ნახავ აბა. ყველა შვილები. ეძახიან მოფერებით დედაჩემს ნენიკას. ანუ ბებიას, ჩვენცაც ასევე ძახდით. ჩემს ბებიას ასევე ძახდით ნენიკას. მოყვა ეს. მე ცოცხმაგათი მინდა მაგიდა. კაი. ასე მოყვა ეს და ეხლა ესენი უძახიან და ნენიკას იმიტომ ამბობს. ბებო, შენ ვისთან ხარ? ნენიკა. არა, კიდევ თქვი ვისთან ხარ? შენთან. აქ ვისთან ხარ ამოსული? აა? ხო, ვინ არის იქ ოთახში, ვინ არის? ნენიკა. ნენიკა. აქ ეს სუროები, ეს ყვავილები ჩემი რძლის დარგულია. ეს სუროები მამაჩემის დარგულია და მერე ჩემ რძალმაც მოამატა და გაალამაზა. კიდე უნდა ახლა ამას ბევრი რაღაცეები, მაგრამ ნელ-ნელა იქნება რაღაცეები, რა ვიცი. ბებია, ცოცხი დადე. საბედიცა. ასე რომ მეგობრებო, ეხლა ხაჭაპური გამოვაცხეთ. დედაჩემა გააკეთა ცომი. გამოვაცხეთ ხაჭაპური და ხაჭაპურის მირთმევაც გვინდა. მოვედი სასაფლაოებზე. სასაფლაოები ემატება აქ არ აკლდება. რა თქმა უნდა, სასაფლაო აღარ მოაკლდება. ეს არის მამაჩემის სასაფლაო. ეს არის ჩემი ძმისშვილის გოჩას სასაფლაო. ეს კიდევ მისი ჩემი ძმისშვილის შვილის ის არის ჩემი ბებიას სასაფლაო. ეს ბაბუა ჩემის სასაფლაო. ის ბიძა ჩემის სასაფლაო და ეს კიდევ ჩემი მეორე ძმის შვილის სასაფლაო. ნათანიკოც წამოვიყვანე და ვასწავლი ვინ არის. ჩვენ ჩემი მამიკოსია. მამიკია. გავჩერდები ცოტა ხანს და წავა. დაგემშვიდობებით მეგობრებო. დროებით.